ზედსართავის სახელი რთული ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. რთულია მაგალითად მათემატიკა, ისტორიით, ბიზნესზე ჩაბარებული სტუდენტებისთვის. ზოგისთვის რთულია შარლ ეკლერის გაკეთება, ან იმ ადამიანისთვის ფიზიკის კანონების დამტკიცება, რომელსაც ეს ყველაფერი უბრალოდ შეთქმულების თეორია გონია. მანქანის ტარება რთული არაა, სწრაფად ტარებაა რთული, ძალიან სწრაფად ტარება უფრო, სწრაფი პილოტის მართვა კიდევ უფრო, ხოლო ამ ჯაჭვის თავში ყოფნა საერთოდ. ფორმულა 1 ავტოსპორტის პიკი იყო დასაბამიდან. ისტორიამ შემოგვინახა ხალხი, რომელიც ერთდროულად გუნდს მართავდა, მანქანას აკეთებდა და მერე ამ მანქანით რბოლებს იგებდა. ჩვენთვის კიდე მულტიტასკინგისა, ფილმის ყურების დროს ტელეფონს რო სკროლავდა ორივე ეკრანიდან იღებ ინფორმაციას. გუნდის მართვა ფორმულა 1-ში პილოტობაზე არანაკლებ რთულია. რბოლებმა რამე თუ ვერ გააკეთა, მექანიკოს დააბრალებს, ცუდად გამიზადა მანქანაო. მექანიკოსი ინჟინერს ეს რა დააპროექტეო. ბოლოს შენ მოგადგებიან და ეგრე დაждდება სიტუაცია, რომ საერთოდ არ უნდა აგეყვანა ეგ ხალხი და საერთოდ არ უნდა გემართა გუნდი და ჩემი დაბადება მოისმოდა, რატომ დავიბადე საერთოდ ამ ქვეყანაზე? Iconic Team პრინციპალები და გუნდის ფლობელები ბლომად ყავს ისტორიაში. კაცი ბრუსი, ოღონდ არც ვეინი და არც ბაფერი. ბრუს მაკლარენი იყო კაცი, რომელიც თავისი შექმნილი გუნდით, თავისი დაპროექტებული და მერე აწყობილი მანქანით გამოდიოდა ფორმულა 1-ის ეტაპებზე. მაკლარენი კიდე დღეს რა სახელია, ყველა მშვენივრად იცით. ჯეკ ბრებემი, რომელიც თავისი აწყობილი მანქანით ჩემპიონი გახდა. ჰილი, სერტისი. ცოტა აქეთ პერიოდში შუმახერის დომინაცია შექმნილი ფერარი და ბრაუნის ბრაუნი, როს ბრაუნი. ვილიამსის ვილიამსი, ოღონდ კლერი არა. ამ ქალის მიწასთან გასწორებულ გუნდს დღემდე ასწორებენ და ვერაფერი უკნეს. კრისტიან სოლი მყავს, მაგრამ თანამშრომელი სხვა ოჯახის წევრია ჰორნერი. რამდენადაც არ უნდა გეზიზღებოდეთ, ეს კაცი ორი ისეთი ეპოქა შექმნა სხვებს, რომ არც დაესიზმრებოდათ. ოკეი, ფინანსისტი, მენეჯერი, მანქანაშეცვალე ტოტოც გავიხსენოთ. ისტორია საუკეთესოებს იმახსოვებს, მაგრამ ამ ყველაფერს პატარა პრობლემა აქვს. იმპერიები მოსაწყენი და სტაბილურია. ხანდახან რაღაც თუ არ გააფუჭე, ან იმაიმუნე, ეგრე რა აზრი აქვს რამის კეთებას? აი რაღაცა ისეთი მინდა ამასთან შედარებით კომუნისტური ბიუროკრატია სილიკონის ველს რომ მოგაგონებდეს. აი რაღაცა ტვინის ბურღვა. ეს არის კოლინ კოულსი, გერმანელი ბიჭუნა, რომელმაც სარბოლო ეკოსისტემაში მოღვაწეობა მამამისთან ერთად ფორმულა 3-ში დაიწყო. სადაც ძალიან კარგად გამოავლინა თავისი ნიჭი. რაც იმაში მდგომარეობდა, რომ კოლინს კარგად შეეძლო არაფრისგან სიტუაცია არ გაეფუჭებინა. არა, წინაც ვერ წაწევდა გუნდს, მაგრამ არც გააფუჭებდა. ასეთი სკილით მარტო კომუნისტურ ქარხანაში თუ მიგიღებდნენ, ეს ხუმრობა არ ყოფილა. ეს არის ალექს შნაიდერი, რუსი ბიზნესმენი, რომელიც 4 წლის ასაკიდან ისრაელში აცხოვრეს და მერე უნივერსიტეტი კანადაში დაამთავრებინეს. ამ კაცმა კარიერა დაიწყო ფოლადის ყიდვა-გაყიდვა გასხვისებით, კომპანია მიდლენდის სახელით. მერე მუღამში შევიდა და უკრაინაში ფოლადის და რკინის ქარხანა ზაპოროჟისტალის 90% იყიდა 70 მილიონად. ანუ ფული აქ, რუსია, რას აკეთებს? ურეკავს გერმანელ სტომატოლოგს და ეუბნება, რომ დაეხმაროს თავისი ახლად დაყიდი გუნდის ჯორდანის მართვაში. კოლინიც მაშინვე დათანხმდება, აჩერებს კბილის ბჟენვის პროცესს და იწყებს სამსახურს. მუშაობის პირველ წელს რისი გაკეთება შეიძლება მოგიწიოს, ხო? პილოტის გაშვება, მოყვანა, სტაფის გადალაგება, ინჟინრების შეფუცხუნება. 2005 წლის თურქეთის გრან-პრის წინ ტიაგო მონტეიროს კბილი ასტივდა. კბილის კივილი კიდე ისეთი მურტალი რაღაცაა, ვინც იცით, ვისაც არა კიდე ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ. მოკლედ, ვერ გამოდის რა ეს ტიპი რბოლაზე. კოლინი დგება, უღებს მტკივან კბილს, უკლავს ნერვს და უყუჩებს ჭრილობას. მონტეირო გადის მე-15 ადგილზე ამ რბოლაში. თქვენ გონიათ კინო აქ რჩება? არა. მომდევნო წელს უკვე მიდლენდად გადაკეთებული ჯორდანის მეორე პილოტი, კრისტიან ალბერს, წამოსკივდა კბილი. ისევ კოულსმა ივაშკაცა. ონკურნალა თავის პილოტს და თუ გამოიცნობთ რომელ ადგილზე გავიდა? კი. ისევ მე-15-ზე. კანონზომიერება, უბრალოდ დამთხევა თუ არანაირი არაფერი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. საბოლოოდ ამ რუსულ ვარჰანალიაში კოლინი 2009 წლამდე გაჩერდა. კიდე ერთ რებრენდინგს მოესწრო, მაგრამ ეგ მერე. სანამ ინდუსმა ვიჯეი მალიან Force India არ გადააკეთა ეს სალობია და კაპიტალური წმენდა არ დაიწყო. ფორმულა 1 ძალიან გავს საშუალო სტატისტიკურ შეყვარებულ თინეიჯერს. არც ერთ არ გამოილევა წყალწაღებული პარტიორი და არც მის გამოსწორებაზე უარის მთქმელი. 2010 წელს კოლინი სათავეში უდგება ჰისპანიას სარბოლო გუნდს. სარბოლო გუნდი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია უკაცრავად. ეს გუნდი იყო ჩვეულებრივი ინდ მეწარმე, რომელსაც მანქანა ყავდა შემთხვევით. ტიპები საწერო თანხას არ იხდიდნენ და პარალელურად მხოლოდ pay driver-ებზე მუშაობდნენ. მაგალითად გუნდში ყავდათ ყველასათვის საყვარელი ნარაინი და ცარიელ უიკენდებზე მანქანებს აქირავდნენ ტესტებისთვის ისეთ ხალხზე, რომელიც ასევე არავინ არ იცის. კოლინ კოულსის მთავარი მენეჯმენტის ფილოსოფია სასამართლო დავების მოგებაზე იყო აგებული. ჩვეულებრივი კარენი იყო და 2 მილიონ ევროს ედავებოდა გადაუხდელი ჰონორარის გამო დიზაინერს და ჭორის დონეზე ვიცით, ტოტოს აშანტაჟებდა მისივე საუბრის ჩანაწერით. გუნდის მართვის მოდელი რენდომ ხალხზე ფულის გამოძალვაზე რო გაკაწყობილი, წესით მიხვდებით რაც ემართება ყოველ ჯერზე ასეთ ბიზნესებს. მართლა სტომატოლოგი იყო ტიპი. HR-ის მერე საბოლოო ლურსმანი კუბოში კატერჰემი იყო.
სადაც გერმანელი მრჩევლად მუშაობდა. ზუსტად ამ წყალწაღებულებში აირთყა ზედმეტსახელი მფატრავი. ტიპი გუნდში მოდის, ბიუჯეტს აქრობს, 40 კაცს სამსახურიდან აგდებს და მერე მიდის. ამ კაცს კარიერულად ერთი ქულა აქვს მარტო აღებული სპაიკერში. თუ რა თქმა უნდა მის გუნდებს ჩავთვლით და არა ედი ჯორდანის ინერციით წასულ ჯორდანს. საერთოდ არ ნიშნავს რაიმე საქმეში პროფესიონალობა იმას, რომ ყველაფერს იდეალურად გააკეთებ. ტონი ფერნანდესი ამ ყველაფრის იდეალური მაგალითია. ტიპმა წარუმატებელი მალაიზიური ავიახაზები აიღო, Air Asia-თ გადააკეთა და ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მიიღო მსოფლიოში. ისეთი ბიზნესმენია რა, ყველაფერს აღორძინების იდეათ რო ხედავს. მაგრამ ასეცაა უბრალოდ არა ფორმულა 1-ში. 2010 წელს ტონი სპორტში მოდის Lotus Racing-ით. გეგმა არის, ფული არის. მანქანა ცოტა უნდა და რამე ეშველება კი არა. 4 წელი იარეს და საუკეთესო ადგილი ჰქონდა მე-11. უბრალოდ აქ სიტუაცია უფრო არეულია. გუნდი მოვიდა სპორტში Lotus Racing-ის სახელით. კოლინ ჩემპიონის Lotus-ი კი არა, უბრალოდ Lotus-ი. ერთი სეზონის მერე Lotus-ი ადგა და ჩვენ სახელს ნუ იყენებო ასე შეუთვალა. რას აკეთებენ კაცები, როცა ეუბნებიან რომ რამეს შეეშვან? კი, ყიდულობენ სახელს. Team Lotus-ის უფლებები იყიდა ტონიმ. ამ ყველაფრის პარალელურად პროტონმა, რომელიც Lotus-თან არის დაკავშირებული, Renault-თან მიაღწია შეთანხმებას და ბოლოს ისეთი შედეგი დადგა, რომ Lotus Renault გადაკეთდა. ანუ რა გამოდის? გრიდზე ყავს 2 Lotus-ი, მწვანე მიკუბოებული ტონის Lotus-ი და კონსტრუქტორებში მე-5 ადგილზე გასული შავ-ოქროსფერი Lotus-ი. 2011 წელს სასამართლომდე მივიდა საქმე, სადაც ორივე გამარჯვებული გამოვიდა. ტონის სახელზე ჰქონდა უფლებები ნაკლი და შეეძლო Team Lotus-ი როგორც უბრალოდ სახელი გამოეყენებინა. Lotus-ი კიდე Lotus-ის მანქანებს აკეთებდა და რანაირად უნდა აიგზალათ ეგ. უბრალოდ ამ კაცმა ბრენდინგში იმდენი ფული დახარჯა, რომ ფიზიკურად მანქანის მოხოდვის არც ფული დარჩა და არც ენერგია. ამიტომ სახელი დათმო და 2012 წლიდან კატერჰემზე გადავიდნენ. 2014 წელს მონაკოს გრან-პრის მერე კატერჰემი გახდა ოფიციალურად ერთადერთი გუნდი, რომელმაც შეძლო და 91 რბოლა ისე ჩაატარა, რომ არც ერთი ქულა არ აუღია. მარუსიამ თავს უშველა 1 წლით ადრე. ოღონდ სხვა წყალწაღებული უფროსების გაგნესხვავით ფერნანდესი პადოქში არ იმალებოდა. პირიქით, ხალხს ესაუბრებოდა, ინტერვიუებს გასცემდა. სხვები მის ადგილას საერთოდ არ გამოჩნდებოდნენ სათოფეზე. უბრალოდ კარგ ადამიანად ყოფნა საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ გუნდის მართველიც კარგი იქნება. როდესაც 4 წელი ქულას ვერ იღებ და კიდევ სხვებისკენ იშვერთიც, მგონია რომ არა ეგ საქმე შედი. კატერჰემი ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, ვინც ფანებს მოთხოვა ფული, რომ სეზონის ბოლაზე აბუ-დაბიში ჩასულიყვნენ. რაღა კეთი ედინბურგაშვილი და რაღა ტონი ფერნანდესი. ეგ იყო და ეგ მორჩნენ ბიჭები მანდ. არა და ყველაფერი როგორ რომანტიულად იყო ერთი შეხედვით. ბიუჯეტური ავიახაზების მფლობელი, ბიუჯეტური გუნდი ფორმულა 1-ში. უბრალოდ პრობლემა ის იყო, რომ სპორტი ბიუჯეტურ გადაწყვეტილებებს არ აჯილდოვებს. აქ უფრო დიდძალი გასროლი მაყუთები ფასობს. ზუსტი ინჟინერია და ჭკვიანური გადაწყვეტილებები. ფერნანდეს კიდე არც ერთი ჰქონდა, არც მეორე, არც მესამე და კიდე შემოთვლიდა არც ეგ არ ეკნება. ოცნება რეალურს გავდა, გახორციელება კიდე დროდადრო ფორმულა 1-ში ჩდებიან ფულიანი ადამიანები და ფულში მართლა ფულს გულისხმობ და არა იმას მოგდავ ადამიანებს, რაც მაყუთი გონია. ეგ ხალხი დიდად ტექნიკური მხარით არ ინტერესდება და არც საინტერესებს მისი პეიდრაივერი მე-14-ზე გავა თუ მე-19-ზე. ამ ხალხს საინტერესებს ბრენდი, იმიჯი და ის პადოკპასი კისერზე რო კიდიათ ყველა უქმეებზე. მაგრამ არსებობენ იშვიათი გამონაკლისები, რომლებსაც ფულიც აქვთ და სპორტის ინტერესიც. ასეთი ადამიანი იყო ვიჯეი მალია, გართობის მეფე. იახტა და თვითმფრინავები რო ჰქონდა, ეხა მაგ ინფორმაციას არც გაკადრებთ. თეთრი სახლი წარმოიდგინეთ? ხო წარმოიდგინეთ. აი ეგ შენობა აიღეთ, მაგრამ მართლა აიღეთ და სათამბჯენზე დადეთ. ახლა დავფიქრდი და ფულში არაა საქმე. რამდენიც არ უნდა მქონდეს ამ რაღაცას ვერც მოვიფიქრებდი. ტიპი ფლობდა კრიკეტის გუნდს, Royal Challengers-ის და Kingfisher-ის ლუდებს. ხა დიდად გადასარევი არც ერთი არ იყო, მაგრამ ხო ფლობდა თავისი ავიახაზებით და რამეებით. 2007 წელს ეს ინდოელი კაცი სპაიკერს ყიდულობს 88 მილიონად და Force India დაკეთებს. პირველ ინდურ ფორმულა 1-ის გუნდად ისტორიაში. ინდოელები კიდე ინჟინერიაში და მათემატიკაში რა მაგრები არიან, იგეცოდინებათ. იაფი მუჟახელიც ბლომა და მოკლედ Force India საკმაოდ საინტერესო ძალად ჩამოყალიბდა ფორმულა 1-ში. თავიდან ეხა სტანდარტულად უჭირდათ 29 რბოლა ქულა არ ქონდათ აღებული. მაგრამ ნელ-ნელა მეთოდურად ისეთი პილოტები მოიყვანეს, ვინც დღემდე გრიდზე არიან. ოკონი, ჩიკო, ჰულკი. ბოლოს იმდენი შეძლეს, რომ 2016 და 17 როგორც მე-4 მანქანა ისე დაამთავრეს. Mercedes-ის, Ferrari-ის, Red Bull-ის მერე Force India. იმ გიგანტების ნახევარი ბიუჯეტით. არა იმიტომ რომ ფული არ ქონდათ, ზედმეტის დახარჯვა არ უნდათ. გუნდ სპორტულად ვინც მართავდა საკმარისად კარგად აკეთებდა საქმეს. მელოდრამებში ფილმის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ყველა ბედნიერი და რო ხვდები რომ რაღაცა ისე არ მოხდება. აი დაახლოებით ეგრე იყო ეს სიტუაცია. ნელ-ნელა გამოჟონილი ინფორმაციით ვიგებთ რომ სპორტული და ფინანსური მხარე ერთმანეთს საერთოდ მოწყვეტილი იყო. 2012 წელს ვიჯეის კომპანია Kingfisher-ი $1 მილიარდ დავალიანების გამო დამთავრდა. მერე ბრალი დასდეს თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში და ეგეთ რაღაცეებში. არა და მე მეგონა რომ ეგეთ მდიდარ ხალხს მაგდენი ფული პატიოსთან ქონდა ნაშოვნი. მოკლედ ქვეყანაში მასზე ძებნა გამოცხადდა და პასპორტი კიდე ჩამოართვეს. 2016 წლისთვის მალია ბრიტანეთში გადაცხოვდა, რადგან გაერთიანებულ სამეფოში არავინ დაიჭერდა.
იწევდა. 2018 წლისთვის კიდევ როდესაც მისი გუნდი ტრასაზე ჯერ კიდევ ქულებისთვის იყო მებრძოლი, გარე სიტუაცია უკონტროლო გახდა. უნგრეთის გრან-პრის წინ ადმინისტრაციულ მართვაში გადავიდა გუნდი. სტაფს და მრბოლელებს უცებ ყველაფერი ჩამოეშალათ. წარმოიდგინეთ, სამსახური გაქვს, მიდიხარ და უცებ გართმევენ. იმიტომ რომ ინდოეთში შენმა მფლობელმა უალები არ გადაიხადა. გუნდის აქტივები იცით ვინ შეიძინა? ლოურენს სტროლმა 2019 წლიდან Force India Racing Point-ად გადაკეთდა. ესტებან ოკონი კიდე გუნდში თავისი ბიჭით ჩაანაცვლა. მერე ასტონ მარტინის სტილიც იყიდა და ეს საიზღარი ვარდისფერი ფერიც მოაშთო მანქანიდან. მალია დღემდე ბრიტანეთში ცხოვრობს. ქონების უმეტესობა კი ჩამოართვეს, მაგრამ მაინც ნორმალურად ცხოვრობს. უიმე, არ ინერვიანოთ, ქალბატონო, მე კვალიფიცირებული სპეციალისტი ვარ, ის კი არა ვარ. კვერცხის შეწვა მაინც ეცოდინება. სამსახურში რაღაც საქმეს რო ვერ აკეთებ. ამას ხო ხშირ შემთხვევაში დაქვეითება ან გამოგდება მოყვება. ეს არის სტეფანო დომინიკალი, რომელიც ფერარის გუნდს 2008-დან 14 წლამდე სათავეში ედგა. სწორედ მისი თაოსნობით მოიგეს 2008 წლის კონსტრუქტორები. უბრალოდ მერე 6 წელი იყო, როგორ გადაიზილა ენერგეტიკულმა სასმელმა და გერმანელმა კულულებიანმა ბიჭმა ყველაფერი, რაც მის გუნდს უნდა მოეგო. 2014 წლის სეზონის დასაწყისში ფერარიმ პირველი სამი რბოლა პოდიუმად რო ჩაატარა, სტეფანო ადგა და გადადგა. პასუხისგებლობა აიღო, თქვა სპორტს და გულწრფელები სჭირდებოდაო და წავიდა. პროფესიონალურად, შუბად და ღირსეულად. ხუდი დაიხურა დავიდა ჯერ აუდიში გადავიდა. მერე ლამბორგინის დირექტორი იყო. 2021 წელს კიდევ კამბექი დადო და თავად ფორმულა 1-ის დირექტორად მოგვევლინა. კაცი, რომელიც გუნდიდან იმის გამო გადადგა, რომ საკმარისად კარგი არ ვარო, თლიანი სპორტის მართველად მოგვევლინა. არა, ცუდად არ გამიგოთ, ძალიან კარგად ართმევს დომინიკალი დაკისრებულ მოვალეობას თავს. სპორტს მეტი ადამიანი უყურებს ვიდრე ოდესმე, კალენდარში მეტი რბოლა, ამერიკული ბაზარი გაფართოვდა, შემოსავალი უდიდესია. რბოლის ხარისხი კილოვატები თუ რაღაცა ხო მოგიმატეს თუ დაგიკლეს მანქანებზე. გეყოფათ ეგ ცოტა ხანი. სტეფანო იმ ხალხის კატეგორიას მიეკუთვნება ჩართული მიკროფონი რო არ უნდა მიაწოდო ხელში, თორე რაღაც დებილობების ლაპარაკს იწყებს მერე. სპორტ ბიზნეს ჟურნალთან გამოვიდა და ფანებს დააჯვა. მაგათო მოკლე მეხსიერება აქვთო და ისიც არის წარსული კარგი იყო თუ ცუდიო. Yahoo Finance-ზე გამოვიდა და რბოლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გართობა არისო. თვითონ Formula 1-ის Beyond the Grid podcast-ზე ძალიან კაია კალენდარი რო გავაფართოეთო. ავტოსპორტს დაუჟდა და პირდაპირ თქვა რიცხვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფანებიო. რა უნდა ვთქვა მე, რავი. მოიწევ ჩემარხზე და ვალაპარაკებ. ხუმრობის დაწერა მაინც აღარ მომიწევს ერთი ეპიზოდი. ამ სიას ყველაზე უცნაური ადამიანი ჩაგიხურავთ. ზოგისთვის გაურკვეველიც იქნება Drive to Survive-ის ვარსკვლავის აქ აღმოჩენა, მაგრამ ისევე როგორც ეს სია და ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემი რა თქვა ყოველი სიტყვა სუბიექტურია. ვისაც არ მოგწევთ მილიონი საღლისინო Formula 1-ის ქართული არხია YouTube-ზე. წადით და ივათო ყურეთ. იტალო-ამერიკელი მაჩო 2016 წელს Haas-ის პირველივე სეზონიდან ჩაერთო საქმეში. გუნდს open wheel რბოლებში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ბრმად იყო მიჯაჭვული ფერარის ქარხნიდან გადმოყრილ ნაწილებზე და ჯინ ჰასის მიერ გადმოყრილ 2 გროშზე. ამ ყველაფერზე სხვა თუ არაფერი Drive to Survive მაინც აშენდა. თავარ როლში კიდე გიუნტე შტაინერი იყო. კაცი, რომელიც ყველაფერზე წუწუნებდა. ბიუჯეტი, უფროსობა, მრბოლელები, ამინდი, საბურავები, კარები. He does not fox smash my door. Tell him that. უბრალოდ ყველა მიცოდა ვინ იყო გიუნტე შტაინერი. იმ ხალხმაც კი, ვისაც მხოლოდ სერიალი ან კლიპები ჰქონდა ნანახი. გუნდის მართვისას მიღებულ საშინელი გადაწყვეტილებების მთლიან ნუსხას დაგიდებთ. პიტოლზე გუნდის სტაფიროზის და კრიტიკულ გადაწყვეტილებებს იღებს, ხო იცით? აი ეგ საკაპიტნო ხიდი გიუნტერმა დააპატარავა. მაგასო ბევრი ფული უნდაო. მერე სამსახურიდან სტრატეგიები გაყარა. ისტომის ვარჯიშებისთვის ფული არ გადავიხადოთ, რა გვინდაო? მე მომძვრა 2 მანქანაზე ავსტრალიაში ბორბლები. არა განახლება, არაფერი. 8 წლიანი არსებობის მერე გუნდი პოდიუმზე ნამყოფიც არ იყო. გამოვიდოდა და ტირილს იწყებდა ჩვენო ცოტა ვართო, ჩვენო ფული არ გვაქვს. ალბათ ნებისმიერ ადამიანს გაგიშდებათ კითხვა, თუ გუნდის მფლობელი ფულს არ აძლევდა, როგორ უნდა გაიმჯობესებინა სიტუაცია და თან ეს კაციც უფრო შეგეწოდებოდათ. ყველას ეგრე გვეგონა. უბრალოდ 2024 წელს ჯინ ჰასმა, გუნდის მფლობელმა, კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა და მის მაგივრად აიო კომაცუ მოიყვანა. რაღაცები შეიცვალა, გუნდმა თანამშრომლები მიიღო, გაფართოვდა. იმასაც ვერ იტყვი ხა ოკონი ბერმანი მილიონჯერ უკეთესი დუოა ვიდრე ჰულკი მაგნუსენიო. ფერარი რა ნაკავსაც აძლევდა, ისევ მაგაზია ეხლაც. გუნდი პოდიუმზე ისევ არასულა, მაგრამ სულსაც აღარ გაფავენ. ანუ შეძლებულა, ხო? Formula 1 არის სპორტი, სადაც ერთმა ცუდმა გადაწყვეტილებამ შეიძლება რბოლა დაგაკარგვინოს. ზოგიერთმა ეს ყველაფერი კარიერად აქცია, ზოგმა სკანდალად, ზოგმა Netflix-ის შოუთ და სულ მცირე ერთმა სტომატოლოგიურ კაბინეტად. Formula 1-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი გუნდის ბოსები ყოველთვის არ არიან ისინი, ვინც წაგების გამო გვახსოვს. უბრალოდ ზოგმა ისე უცნაურად, საყვარლად და დამახასიათებლად წააგო, ვერც გაბრაზდები. გახსოვდეთ, რომ ყველას თქვენთვის ცუდი არ უნდა, მაგრამ მაინც გააკონტროლეთ, შუბზე ვისაკოცებთ. შემდეგი ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. აბა, ჰეთ, აბა, ჰოთ.